მომხეჭველობისკენ უფალი მიბიძგებს, ის გვეუბნება, რომ შეჰკრიბეთ ჩემთან ერთად, დააგროვეთ ჩემთან ერთად. მაგრამ რა კარგად შენიშნა წმინდა ლუკამ, რომ აი რა უნდა დააგროვო. არა ფული, არა კეთილდღეობა, არა კარგი სახლები, მანქანები და ასე შემდეგ, რომელიც მართლაც ძალიან ხშირად ესე თვალის დახამხამებაში ქრება ხოლმე. არამედ დააგროვე კეთილი საქმეები. არ დააგროვო შეურაცხყოფა სხვა ადამიანების, სხვებზე ზემოდან ყურება, რომ ამ ქვეყანაში დიდკაც გიწოდებდნენ. პირიქითო, წმინდა ლუკა გვეუბნება, დააგროვე სიმდაბლე. მოითმინე შეურაცხყოფა უფლისათვის. იმიტომ რომ თუ ამას გააკეთებ უფლისათვის თუ მოითმე შეურაცხყოფას და დაიმდაბლებ თავს, მაშინ თვითონ უფალი გეუბნება, რომ ფრიად არის შენთვის საზღაური, სათაშინა. თავად უფალი გეუბნება, რომ ძალიან დიდია საზღაური ამ ყველაფერში.